სალამი, მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა სვავს სემინარის სტუდენტი, მე მგონი ტალბოტის სემინარია ეს TMS-ი. მე მგონი ესეა TMS-ი და არა მასტერ სემინარია. ასე რომ კითხვა აინტერესებს, რა არის ყველაზე ესენციური რჩევა, რომელსაც სტუდენტებს მისცემთ, სემინარის სტუდენტებს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, თუ ბიბლიის შესწავლის დროს არა მარტო ეს ეხება სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ თვითონ მასწავლებლები გახდებიან, ხო, არამედ ნებისმიერ ადამიანს, როცა ბიბლიასთან მიდის, თუ რაზე გაამახვილოს ყურადღება. ამასთან ჩვენ მქონდა საუბარი და მეც ბევრი შეცდომები დავუშვი, როცა დავიწყე ძველი აღთქმიდან, ძველი აღთქმის გმირებიდან და პარალელურად ვკითხულობდი ახალ-ახალს არა. ჩემი ფოკუსირება ხდებოდა გმირებზე. გესმით, არა და მე ქრისტეს პიროვნება და ის რაც ქრისტემ გააკეთა, კარგად არ ვიცოდი. სახარების მთელი არსი. გესმით და ქრისტეს პიროვნება. და პირველი თუ ქრისტეს პიროვნება არ გაჯდა ჩვენში და მისი გამადიდებელი შუშით წაკითხვა არ მოხდა, ხომ? ჩვენ მე შეიძლება ზოგიერთი მოვიხიბლოთ გმირით. როგორც მაგალითად ებრაელები მოსეთი არიან მოხიბლული ან დავითით, ხომ? და უკვე მე ნელ-ნელა რო გადავდივართ, უკვე ჩვენ ვერ დავინახოთ დიდი განსხვავება რა არის. შეიძლება ღმერთ შეედაროს, იმიტომ რომ ქრისტეც ხო განსხეულდება და ადამიანად მოდის, განკაცდება, ხომ? და აი ეს მნიშვნელოვანია, მე მგონი, და ამაზე ნახოთ აი ჯონ მაკარტური როგორ გასცემს. უპირველესი რჩევა ბიბლიიდან, რომელიც უნდა გაითვალისწინო ქრისტიანული სემინარის სტუდენტებმა. ბიბლიის ადგილებს ეკითხება, მაგრამ ჩემს სათაურში ნაკლებად ჩაეტეოდა ეს, რომ მოთავსებულიყო საკმარისი რაოდენობით. და ჯონ მაკარტური არ ფრთხილებს, რომ ჩვენ მალე დავამთავრებთ და შევარჩიოთ რამოდენიმე კითხვა და ამითი შემოვიფაროთ ამაღამ. საღამოშიდოსა პასტორ ჯონ, მე ჯეფი მქვია, გამარჯობა ჯეფ. მე TMS-ის პირველი კურსის სტუდენტი ვარ, მსახურების მომავალი გათვალისწინებით, კერძოდ ახალგაზრდობაზე ფიქრით, ან თუ გადატვირთვის ღილაკს დააჭერდით, ჯოშ პეტრასის ადგილს დაიკავებდით, რომელი იქნებოდა წმინდა წერილის 3 ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ან დოქტრინა ბიბლიური სწავლებისა ჩვენი ტრეინინგის დროს, რომელსაც ახალგაზრდული მსახურების კონტექსტში გამოიყენებდით. და ჯონ მაკარტური ნებდიახ, ახალგაზრდული მსახურებას რომ დავიწყებდე, ეს სიმართლე იქნებოდა იმის მიხედვით, თუ რას გავაკეთებ. მე მხოლოდ ქრისტეს პიროვნებაზე გავამახვილებდი ყურადღებას. არა იმდენად ქრისტიანული ცხოვრების ინსტრუქციებზე და ამ საკითხებზე ჩაღრმავებაზე. მე უბრალოდ ყველაფერს გავაკეთებდი ქრისტეს პიროვნების გასაცნობად. ახალგაზრდებს იოანეს სახარებით ან მარკოზის სახარებით მივაწვდი, რომელიც ქრისტეს ცხოვრების შეკუმშული ვერსიებია. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ასევე მოვიხმარებდი კოლოსელთა წერილს, ებრაელთა მიმართ წერილშიც წავიდოდი, რათა მათთვის ქრისტეს სიღრმეები მეჩვენებინა. ფიქრობ, ქრისტიანული ცხოვრება ეს ქრისტეა, ყველაფერი მასია, მისი დიდების ყურება და მის ხატად გარდაქმნა. ამიტომ ფიქრობ, რომ ჩვენ კარგავთ მნიშვნელობას, როდესაც ბავშვებს მხოლოდ მათ ცხოვრებაზე ვესაუბრები და იმაზე, თუ რა უნდა გააკეთონ მათ ცხოვრებაში. მათ უნდა აქონდეთ ღვთისმოსაობა და უნდა გააკეთონ ეს ისედაც. ფიქრობ, ჩვენ უბრალოდ უნდა დავანახოთ მათ, ავამაღლოთ ქრისტე მათ ცნობიერებაში და როდესაც ის ამაღლდება მათ გულებში და გონებაში, ის მათ თავისკენ მიიზიდავს. ამიტომ მე დაუღალავთ ქრისტეზე გავამახვილებდი ყურადღებას. კარგით, გმადლობთ. და ამას მე მოვიშველებდი რობერტ სპროულსაც, რომელსაც ეს მიდგომა ჰქონდა ყოველთვის ღმერთის პიროვნების სიწმინდეზე გამახვილება ყურადღების და რა თქმა უნდა მისი გამოვლენა ღმერთის ეს უკვე სამებაში არის იესო ქრისტე, რომელიც განკაცდა და მთელი ფოკუსირება ქრისტეს პიროვნებაზე. რათა ჩვენ კარგად გავიგოთ, რომ ისე იყო ღმერთი 100% და 100% ადამიანი, იდეალური ადამიანი. რომ ეს შემოვიდეს ჩვენში და სხვა ახლა ნახეთ კათოლიციზმში რა არის? მთელი ყურადღება მარიამზე, მთელი ყურადღება დაუშვათ რა ქვია ჩვენთან წმინდა გიორგიზე და მოდი ვთქვათ დიდი ყურადღება ილია მეორეზე და ასევე ვიღაც იმეებზე, ხო? ან გმირებზე, ისტორიულ გმირებზე, დავით აღმაშენებელი, მეფე ერეკლე, თამარ მეფე და ასე. გესმით? და იკარგება უკვე იესო ქრისტე არის თამდევი რაღაც მოვლენა, რაღაცა გვერდზე, რომელსაც ისე მოუხმობენ. და ეს კარგად გამჯდარი და გაცნობიერებული ცნობიერებაში ადამიანებს არ აქვს. და ეს უნდა იცოდე რა გააკეთა მან რეალურად შენთვის. ხო სახარება რაზეა დამყარებული. და მარტო ისინი მოიფარგლებენ და მთელი ყურადღება მე გადადის რიტუალებზე, ხატები 1000 რამდენი ხატებია წარმოიდგინეთ და უკვე
კნინდება მისი პიროვნება და აქედან სულიწმინდად აღარ მუშაობს, იმიტომ რომ შენ უკვე სულიწმინდას გმობ ამით. როცა იესოს პიროვნება საკმარის პატივს არ მიაგებს, საკმარის მედიტაციას არ სწავლობს პიროვნებაზე, ეს სულიწმინდის გმობაა, რომელიც მიუტევებელი ცოდვაა. მადლობა მოსმენისათვის.